გამარჯობა მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ განხილვას კეგლენდის ფირმის pH მეტრის, ანუ მჟავიანობის ზომის. ჩვენ ვიყენებთ მას ლუდისთვის ხარშვის დროს, რათა დავარეგულიროთ ჩვენი pH-ი. მოდით ავაწყოთ იგი. თავზე აქვს პატარა ხუფი, რომლის მოხსნის შემდეგაც მასში მოვათავსებთ ელემენტებს, რომლებიც მოყვება მას. ასევე ყუთში გვხვდება საკალიბრაციო ფხვნილები. ეს სენსორის დამცავი საკმაოდ კარგად არის და ჩამოვიდა ტენიანი, რადგან მისი დიდი ხანი სიმშრალეში ყოფნა იწვევს გაფუჭებას სენსორისას. სწორედ ამ ხსნარს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი pH მეტრის სენსორი იყოს სულ ტენიანი. მე დამატებით შევიძნე კიდევ რამოდენიმე კალიბრაციის ფხვნილი, რადგან მქონდეს მარაგში. ეს არის ფრიზი, რომელიც სელერმა მაჭუკა გამოაყოლა, რომ ლუდის ხარშვის დროს გავერთოთ. თითოეულ ფხვნილს უწერია, რომ 250 მლ წყალში უნდა გაიხსნას. ავიღებთ ზუსტად გამოხდილ 250 მლ წყალს და ჩავყრით მასში ფხვნილებს და კარგად შევარხებთ. შემდეგ ჩავდებთ ჩვენს pH მზომს ამ სითხეში და დავაჭერთ დიდხანს კალიბრაციის ღილაკს. არ აუშვებთ ხერს მანამ, სანამ არ გამოჩნდება დასრულების, ანუ ენდის ნიშანი. როგორც ხედავთ, pH-ის მნიშვნელობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ანუ ერთ და იგივე ხსნარს შეიძლება ჰქონდეს ოდნავ განსხვავებული pH-ი სხვადასხვა ტემპერატურაზე. ამიტომ ჩაშენებული თერმომეტრი ზომავს ხსნარის ტემპერატურას, მოწყობილობა ამონაცემებთ ასწორებს pH-ის გამოთვლას, რომ შედეგი იყოს უფრო ზუსტი. ანუ pH ზომი ითვლის, როგორ იქნებოდა pH-ი სტანდარტულ პირობებში. როდესაც გვინდა რაიმეს გაზომა, ამ შემთხვევაში უბრალოდ ონკანის წყლის, ჩვენს სენსორზე გამოხდილი წყალი უნდა გადავავლოთ ცოტა და შემდეგ ესე ჩავყავთ ჩვენს გასასინჯ სითხეში და ცოტას მოურევთ დაველოდებით. როგორც ჩანს, ჩვენი წყლის ტემპერატურა არის 21.3 გრადუსი და მჟავიანობა არის 7.57. მე გამოყენებამდე დავწიე ეს მჟავიანობა რძემჟავით და ჩამოვიყვანე 5.8-ზე და შემდეგ მოხარშვის დროს თვითონ ალაუმაც დაწია და დავასტაბილურე 5.56-მდე, რაც მაინც მაღალია, მაგრამ ნორმებში ჯდება. წყალს, რომელიც გამოვიყენე ლუდის ხარშვის დროს, ჰქონდა მაღალი ბიკარბონატი, ანუ HCO3, შესაბამისად გაუჭირდა რძემჟავას დაწევა და ბევრიც არ გამოვიყენე, რომ რაიმე გემო არ ჰქონოდა შემდეგ. საკმაოდ საჭირო ნივთია ლუდის ხარშვის დროს და გირჩევთ შეიძლება ცოტა ნორმალური ხარისხის და აუცილებლად დააკალიბროთ ყოველი ლუდის ხარშვის წინ. გასაზომის სითხე არ უნდა იყოს ცხელი, იგი უნდა დავწიოთ 25 გრადუსამდე, რათა არ დააზიანოს ჩვენი ზომი. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. მომავალ ვიდეომდე. ნახვამდის.